2014 წელს, როდესაც იანუკოვიჩის ხელისუფლება ესე იგი განიცდიდა ზეწოლას ადგილობრივი ოპოზიციისა, ესე რომ ვთქვათ, და იმ რაღაცა პროდასალვური ფრთისა უკრაინაში, გერმანია იყო ერთ-ერთი ინიციატორი სახელმწიფო, რომელმაც შეეძლო ის, რომ რაღაცნაირად შეთანხმებაზე წასულიყო იანუკოვიჩი და ოპოზიცია, თუმცა რამდენიმე საათში მოყვა ამას შტურმი უკვე და იანუკოვიჩის ხელისუფლება და დაემხო და მოვიდა უკრაინაში ახალი ძალა პოლიტიკური, რომლის ლეგიტიმაციაც უსწრაფესად აღიარა გერმანიამ. პრაქტიკულად ამით ხაზი გაუსვა საქსმა თავის წელში იმას, რომ ის რაღაცა იმედი იმისა, რომ უკრაინაში არ მოხდებოდა დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა, რაც მომავალში საფუძველს დაუდევდა შეიარაღებულ კონფლიქტს, პრაქტიკულად ეს ხელიდან გაუშვა დასავლეთმა და მიიღეს უკრაინაში ხელისუფლება, რომელიც უკვე მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთს, ამას მოყვა ყირიმის ანექსია, შემდეგ უკვე დონეცკისა და ლუგანსკში ის ტერიტორიული ინტერვენცია და ბოლოს უკვე მივიღეთ ეს მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი.